ჩვენ ჯგუფი პრეზენტაციას წარმოადგენს ორ-ის, სადაც ჩვენ ვერ ჩამოთვლილი უფლებათა დარღვევების ფაქტები არის ასახული. პირველი შემთხვევა არის პირადად ნანა დავაკი, ჩვენს გმირს, რომელიც იყო წამადამოკიდებული და ასევე აიბდადებითი სტატუსის მქონე, რომელიც ასევე იყო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ბათუმში ესწრებოდა ანტიჰეპატიტის წინააღმდეგ აქციას. ამ აქციის შემდგომ ის გადავიდა მეგობრებთან ერთად თურქეთში დასასვენებლად და როდესაც უკან აპირებდა გადმოსვლას, საბაჟოზე პოლიციელებმა დააკავეს და გაჩხრიკეს, რა დროსაც მას აღმოაჩნდა ამ აივ ინფექციისთვის საჭირო ტაბლეტები და ამას მოყვა ის, რომ კონცენტრაციაში იყო ნარკოტიკები, შემდგომ ის გადაიყვანეს უკვე შემოწმებაზე პოლიციაში. მოდულის შენობაშიც კი არის ის შემდგომ გადაიყვანეს მოდულის შენობაში, სადაც მიდიოდა ესე ვთქვათ შანტაჟით, შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ მას უნდა დაესახელებინა სხვა ნარკომომხმარებლები ან წარმომადგენლები და შემდგომ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართვით და თავმჯდომობით მოახერხეს იმდენი, რომ ეს ადამიანი პირობითად გამოვიდა მოდულის შენობიდან, თუმცა იქ ყოფნის დროს როგორც ვთქვით, მისი მიმდინარეობდა შანტაჟი, ასევე იყო ფიზიკური ანგარიშწორება და ფსიქოლოგიური. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაჩნია, რომ ეს მაგალითი თვალნათლივ წარმოაჩენს იმ უფლებათა დარღვევებს, რაც შეიძლება რომ ყოფილი წარმომადგენელი ადამიანის მიმართ იყოს კონცერტი. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, პირობითად ნუგზარი ყავყამოდგენილი, რომელიც იყო ასევე წამადამოკიდებული, მეგობრებთან ერთად იყო წასული ქუთაისში, ეს მეგობრები იყვნენ ესე ვთქვათ ბალიკები თუ ნარკოდილერები და პოლიციამ ისინი ეს ადამიანი მიზანი დააკავა და ამ შემთხვევაში დაკავების დროს მას არ ჰქონდა უშუალოდ ნარკოტიკული საშუალებები, მაგრამ იყო ზემოქმედების ქვეშ, თუმცა პოლიცია მისი შანტაჟის გამო ეუბნებოდა, რომ შეიძლება არ გქონდა ეს წარმატება თან, მაგრამ ამას ვერ დაამტკიცეთ, იმიტომ რომ ჩაგიდებს და უკვე ძნელების დამტკიცება ხშენი იყო თუ შემდგომ ამისა ეს შიწლიანი სასჯელი მიესაჯა და პოლიციის მხრიდან რაც მთავარი მიდიოდა შანტაჟი იმაზე, რომ მას არ ეთქვა შემდგომ უკვე დაპატიმრების შემდგომ მას ეს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდგეს. ამ შემთხვევაში კიდევ ხაზგასასმელი არის ის, რომ ზემოქმედების ქვეშ იყო ეს ადამიანი როგორც ვთქვით დაკავებისას და სასჯელის გაზრდის მიზნით ხდებოდა ამ ნარკოტიკების ჩადებაც, რომელიც უფრო დამამძიმებელი გარემოებად ითვლება, ასე ვთქვათ, როგორც მეც. როგორც ვახსენე უკვე 7 წელი მიესაჯა და ამ ციხეში ყოფნის დროს მის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორება მიდიოდა, ასევე ფსიქოლოგიური და შემდგომ ამას უკვე ამ ადამიანის შეეხო უდო გამოვიდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ციხიდან გამოსვლის შემდეგ იყო ფაქტობრივად ძალიან ძნელი მდგომარეობაში იყო და ახლაც არ აქვს იმის საშუალება, რომ წესიერი მკურნალობა ჩაიტაროს. აი ეს ორი кейსი მოვიხმარეთ ჩვენ. რაც შეეხება ახლა სტატიას და გაშუქებას, აქ თუ შეიძლება მე ამ ჩემი ჯგუფის წევრებისგან ცოტა სხვა ინტერპრეტაცია შემოგთავაზებ. ანუ ერთი შემთხვევა არის ის, რომ გავაშუქოთ ეს ამბავი როგორც ახალი ამბავი, რომ მოხდა ეს ფაქტები, ჩავწეროთ დაზარალებულ ადამიანი გმირი, ასე ვთქვათ, თუნდაც პოლიციელი, ან საჯარისფრების სამინისტრო, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც დაგუდასტურებენ, რომ ეს ასე მოხდა, შემდგომ თავის დაცვის საშუალება მიცეთ, თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც რა თქმა უნდა ფაქტს უარყოფს, ეს არის ახალი ამბავი, ანუ ზედაპირული ფაქტის გაშუქება. მაგრამ ამ ჩემი აზრით ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ესეთი ფაქტები არ დარჩეს მხოლოდ ერთჯერადი გაშუქებისთვის. და აუცილებელია, რომ ერთმა მომხდარმა ფაქტმაც უკვე მოგცეს იმის საშუალება, რომ ვეძებოთ, ხომ არ არის აქ ესე ვთქვათ, რომ ზოგადად სისტემური ხასიათი ხომ არ აქვს აი ამ პრობლემას, აი ამგვარ შანტაჟს. ანუ ამ შემთხვევაში და ზოგადად პრობლემის იდენტიფიცირება
მცირების საშუალება შეგვეწყოს. იმიტომ რომ ერთი ფაქტი გაშუქდა თქვა იანვარში, მეორე ფაქტი ასეთი თქვა აპრილში, მაგრამ ზოგადად მთლიანობაში ეს რისი ბრალია და არის თუ არა თქვა სისტემური დანაშაული და რაც ვიცით და მივიდა მეტის უბრალოდ ერთია, მაგრამ კიდე რამდენი რამე ხდება ასეთი შეიძლება არ იყოს. ამ შემთხვევაში რამდენად ხშირად ხდება ხოლმე რომ სერიულად ხდება, სერიულად უძვნით ერთი და იგივე შემთხვევას რამდენიმე სტატიას, მაგალითად დღეს ერთი სტატია იყო, მერე გააკეთე უშუალოდ იმ ამბის მიღება. აი რამდენად ხშირად ხდება ესეთი? ხშირად ნახდებოდეს ეს მეც მაგას რაშია ეს? ფაქტ ეს არის ფაქტი, ანუ რაც მე ჩამოვხსენ და ერთი მხარე მეორე მხარე, მაგრამ რეალური პრობლემა რა სადგას, ანუ ეს არის უფრო სიღრმისეული ანალიტიკური სტატიის. რედაქტორებს ეს ადეკვატ მეგეთქვით, რომ ხო ამაზე უკვე დავწერთ. იმის განცდა არ აქვს, მას შემდეგ უამრავი რამ მოხდა და საჭიროა ანალიზი, პროგნოზი და იქნება გარკვეული ასე ვთქვათ რეკომენდაციებიც. ამის განცდა როგორც წესი მედია მენეჯერებს არ აქვს. აი ჩემთან პირიქით ხდება, ყოველთვის საინტერესებს რა შედეგი მოყვა შემდგომ, როგორ დავშოთ თუ გამოვიდა ეს ადამიანი ციხიდან, ადაპტაცია როგორ მოხდა, როგორ მდგომარეობაშია ახლა და რას ამბობთ თვითონ. რას ყვება თვითონ. ძალიან საინტერესოა ეს და ყოველთვის მაძლევს. საბედნიეროდ ლაშატურს შეგესმის საბედნიეროდ. კი, არის კიდევაც გამართლებული. მეცაც გეტყვი, ლაშატურს მეტად თვითონ დავჩერდა დანადევდარიანს და ის ამბავი, რომელიც იყო გაყინული პოლიციელების მიერ გაუპატიურების ფაქტი, ხუთმა ბიჭმა გაუპატიურების და მან აიღო და ეს ამბავი დაძრა და მიყვანდა ბოლომდე. აი ეს იყო ძალიან მაგარი სამწუხაროდ ლაშატურში. ამ შემთხვევაში არის გამონაკლისი და არა ამინდის შემქმნელი და ტენდენციის გამომხატველი. აი ეგ არის. საუბარია დავასრულებთ. ანუ კრიმინალური დაკავშირებით შეიძლება ესე ვამბობთ ყოველ შემთხვევაში რედაქციაში, რომ როდესაც ხდება ოჯახში ძალიანობის ფაქტი, კვირაში ვქოთ 3-4, შეიძლება თქვა მედია საშუალებას ახსოვს პოლიტიკა, რომ არაშუქებს ასეთ დაღაჭებას ფაქტებს, მაგრამ შემდგომ უფრო ხრო ანალიზი არის ის, რომ მიხვდები ფსიქოლოგმა კითხო. ზოგადად საზოგადოებაში არის თუ არა ეს პრობლემა, რაც განაპირობებს ამ ოჯახურ ძალადობას. და გამომწვევ მიზეზებზე უნდა ის ჩანდეს ამ შენ სიღრმისეულ მასალაში, რომ შემდგომ ამის პრევენციის და გამოსწორების პროცესებზე იფიქროს, იმიტომ რომ ხოლმე ფაქტების აღწერა ანუ არაფერს არ გვაძლევს ჩემი აზრით. ამ შემთხვევაში აი ამ მაგალითების ათვალისწინებთან უფრო მეტი სერიოზულობა რო შევძინოთ ჩვენს მასალას, ჩემი აზრით კარგი იქნებოდა, რომ თუნდაც მისულიყავით სახალხო დამცველის აპარატში, რომელსაც აქვს უფლება რომ შევიდეს ციხებში და იცოდეს იქ რა მდგომარეობა. ეს ძალიან კარგად გამოგვადგებოდა თუნდაც იგივე ნუგზარის მაგალითზე, იმიტომ რომ ერთი მაგალითი ვიცით რაც გამოვიდა, მაგრამ შეიძლება სახალხო დამცველს ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია ამაზე, რაც უკვე ამას შეძლეს სისტემურ ხასიათს და უფრო პრობლემას გახდეს უფრო მასშტაბურს და არა ერთი ადამიანის დონეზე. ანუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია თუნდაც გენდერული კუთხით წავიდეთ, ჩავწეროთ ფსიქოლოგი, არის თუ არა ის რომ ხალი იყო თქვა დაზარალებული ეს იყო თუ არა იმის საშუალება რომ მის მიერ ხორცელობდა შანტაჟი და ასე შემდეგ. ამ კუთხით შეგვიძლია